ჰიუსტონი ცნობილია NASA-ს ნავთობისა და ცხელი ამიდების გამო, მაგრამ მისი ქუჩების ქვეშ არის დამალული მასიური საფლავები, ძველი ნივთები და ავტომობილების გვირაბი, რომელიც წყლის ქვეშ მდებარეობს. აქ არის დამალული 95 ჩონჩხი, ასევე არის უცნაური ექოები და გვირაბები, რომლებიც ატომური ომისთვის აშენდა. დღეს ჩავალთ ამ ქალაქის ძირში, რომ ნახოთ რა არის სინამდვილეში ჰიუსტონის ქვეშ და დამიჯერე, რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო უცნაური ხდება ის. თქვენ რა გინახავთ ყველაზე უცნაური რამ, რაც ქალაქის ქვეშ იმალება? დაგვიწერეთ კომენტარებში. დასაწყისში შეგახსენებ, რომ არ დაგავიწყდეს გამოიწერო არხი და გააქტიურო ზარეს ღილაკი. ასე არ გამოგრჩება ახალი ვიდეო. დავიწყოთ. ჰიუსტონის ზედაპირი იწყება ასფალტის ფენით, რომელიც დაახლოებით 5-7 სანტიმეტრისაა და იცავს გზას მზისა და შტორმებისგან. ქვემოთ არის ლიმესტონის გრანულირებული ქვებისა და ქვიშის ნაზავი, რომელიც გზებს უფრო ძლიერს ხდის. ზოგ დატვირთულ გზას აქვს მხოლოდ ბეტონის ფენა, ეს ზედაპირულით თხელია. მხოლოდ 60 სანტიმეტრის სიღრმეზე ასფალტის ქვეშ ჰიუსტონში მოთავსებულია ელექტროკაბელები, გაზის მილები და ბოჭკოვან ოპტიკური კაბელები. ყველაფერი მჭიდროდ ერთმანეთში ჩახლართულადაა. და რატომ ასე პატარა სიმაღლეზე? ჰიუსტონის ნაზი მარცვლოვანი მიწა თითქმის არ გამოიყენება, ამიტომ კომუნიკაციებს არ სჭირდებათ ღრმა დამარხვა. ჩრდილოეთში მილები 1.2-1.8 მეტრზე იმარხება. აქ კი უბრალოდ ბალახის ქვეშაც გვხვდება. ეს ხელს უწყობს მარტივ ხელმისაწვდომობას, მაგრამ დაზიანების რისკიც იზრდება შტორმების დროს. ერთი არასწორი ცხრილი და კაბელი შეიძლება გაიჭრას, ან გაზის გაჭუნვა გამოიწვიოს. მოდი ახლა ჩავიდეთ 1.8 მეტრის სიღრმეზე, არა საფლავში, არამედ ფოლადის და ბეტონის მილების სიღრმეზე. ჰიუსტონის შტორმების მიწისქვეშა სისტემა ძალიან დიდი და ჩახლართულია. აქ უბრალოდ წვიმა არ არსებობს და ამის მაგივრად წყალდიდობებია. ყველა ქალაქის და კვარტლის ქვეშ არის შტორმის და სანიტარული მილების ქსელი. შტორმის მილებს წვიმის წყალი ქარიშხლების დროს გადააქვს. მათ გვერდით კი სანიტარული მილები სახლებიდან გამომდინარე წყალს ხურის მიწაში. შეიძლება ჰიუსტონის გზებზე იაროთ და თქვენ ფეხქვეშ მდინარეები იყოს. ყველაფერი დაიწყო ჩვეულებრივი მშენებლობით. ბულდოზერები, მუშები და ახალი კოლეჯის პროექტი შუგარლენდში. შემდეგ კი მოხდა დაუჯერებელი, ადამიანის ცვლები, 95 ცალი. ტეხასის მიწის ქვეშ აღმოაჩინეს მასიური სამარხი. ყველა საფლავი აფროამერიკელ მამაკაცს ეკუთვნოდა. ყველა აფროამერიკელი მამაკაცი მსჯავრდებულთა იჯარის სისტემის მსხვერპლი იყო მტყვეობაში, კანონიერი ფორმით. ისინი იძულებულები იყვნენ ემუშავათ სიკვდილამდე, შაქრის ყანაში. დავიწყებულნი მანამ, სანამ მიწამ სიმართლე არ გამოაშკარავა. არადა შუგარლენდის დევიზია, აქ ცხოვრება უფრო ტკბილია. მათთვის ეს ასე არ იყო. მიწები გვიმჟღავნებენ იმას, რასაც ისტორიები გვიმალავენ. შუგარლენდის საფლავი მხოლოდ ერთი საფლავი იყო მრავალში. ტეხასმა და სამხრეთმა დამალა სასტიკი სისტემა სახელწოდებით მსჯავრდებულთა იჯარით აღება. ისინი მონობის დასრულების შემდეგ ათასობით შავკანიან მამაკაცს იჭერდნენ ბუნდოვან კანონებზე დაყრდნობით და ქირაობდნენ შაქრის ყანებში, რკინიგზებში და ფაბრიკებში სამუშაოდ. ისინი ამას სამართლიანობას უწოდებდნენ, მაგრამ ეს უბრალო ექსპლუატაციის ახალი ფორმა იყო. ჰიუსტონის გარშემო ეს სამუშაო ბანაკები გარეუბნებში იყო გაშლილი, არც საფლავის ქვები იყო, არც აბრები, მხოლოდ გზებისა და სახლების ქვეშ დამარხული ძვლები. პროგრესსაც თავისი ფასი აქვს და ზოგჯერ ის მიწის ქვეშ იმალება. ყველა ფენა საშინელებას არ შეიცავს. ზოგი სხვა ტიპის მოგონებებს შეიცავს. 2016 წელს ფროსტ თაუნთან ახლოს ხიდის რეკონსტრუქციის დროს მუშებმა თიხა და ისტორია მოიპოვეს. ჰიუსტონის პირველი მუშათა კლასის უბანი. 150,000-ზე მეტი არტეფაქტი იქნა აღმოჩენილი. აგურის ტროტუარები, სახლების საძირკვლები, შინაური ცხოველების საფლავები, მელნის ჭურჭელი, ბოთლები, მთლიანი დამარხული ცხოვრება. ეს მხოლოდ ნივთები არ იყო, ეს ისტორია იყო. ემიგრანტების, მუშების და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ახალგაზრდა ქალაქში. საინტერესოა რა დგას იქ ახლა. ბრადა ჯეიმს ბიუტის პარკი, მაგრამ ბალახის ქვეშ უბნის ისტორიაა დამალული. ყველა ქალაქს ფესვები აქვს, ზოგჯერ ის აგურისა და ცვლისგან არის ნაშენი. 1903 წელს ფრანკლინის ქუჩის ხიდის მშენებლობისას სამშენებლო ჯგუფები უცნაურ ამას წააწყდნენ, სამლოცველოს, რომელიც პროგრესის გზაზე იდგა. ის დონალანების ოჯახს ეკუთვნოდა, რომელიც 1800-იანი წლების შუა პერიოდში იყო დაკრძალული. მისი დაანგრევის ნაცვლად მათ მის გარშემო ხიდი ააშენეს.
დღეს თუ ბუფალო ბაიუსის გასწვრივ გაივლით, ხიდის გვერდზე ჩამონტაჟებულ დალუქულ ქვის კედელს შეამჩნევთ. ეს სამლოცველოა? არავინ არის დარწმუნებული, რადგან არც ფოტო არ არსებობს, არც რუკა, მხოლოდ ჭორები. ზოგი ამბობს, რომ ის სადღაც გადაიტანეს, სხვები ამბობენ, რომ ის ჯერ კიდევ იქ არის და თვალსაჩინო ადგილას იმალება. ზოგჯერ ქალაქები თავიანთი აჩრდილების გარშემო იგება და არა მათ ზემოთ. ჰიუსტონიდან 4 მეტრის სიღრმეზე არის გვირაბი, რომელიც საერთოდ არ გავს მისის ქვეშეთში არსებულ ადგილს. მას შიდა სინათლე ჰქვია. ის გეოლოგი ჯეიმს ტურელის მიერ არის შექმნილი, რომელიც შემდგომ მხატვრად იქცა. მანათობელი გასასვლელი ხელოვნების მუზეუმის შენობებს აკავშირებს. თუ შეგნით ჩახვალთ, ყველაფერი უცნაურად გამოიყურება. იატაკი კედლად იქცევა, ჭერი ქრება. ეს არის სინათლე წყაროს გარეშე და ფერი კიდეების გარეშე. გვირაბი არ არის მხოლოდ ბილიკი. ეს არის ილუზია, რომელშიც დადიხარ. ყველაფერი დამარხული არ არის დავიწყებული. ზოგიერთი რამ მიწის ქვეშ იმისთვისაა აგებული, რომ უცხო გამოცდილებები მოგცეს. წარმოიდგინე, შენ ხარ ჰიუსტონის ცენტრში, მაგრამ ქუჩაზე სიარულის ნაცვლად მიწის ქვეშ ქრები, რადგან პირდაპირ შენ ფეხ ქვეშ დაახლოებით 6 მეტრის სიღრმეზე არის დამალული კონდიცირებული ქალაქი. მისი აშენება 1930-იან წლებში დაიწყო, ორ შენობას შორის მათ დასაკავშირებლად. დღეს კი ჰიუსტონის მიწისქვეშა გვირაბი 90-ზე მეტ ბლოკს აერთიანებს, ოფისებს, რესტორნებს, სალონებს, თუნდაც ქიმწმენდა. ყველა მზის შუქის მიღმაა. მაგრამ აი მოულოდნელი ნაწილი. ქუჩიდან უბრალოდ ვერ შეხვალ. თითქმის ვერც ერთი ქუჩიდან ვერ შეძლებ შესვლას. შიგნით შეგიძლია შენობებიდან შეხვიდე ლიფტით ან ექსკალატორის დახმარებით. გამოდის, რომ ჰიუსტონში ნამდვილი კომფორტი არა ზემოთ, არამედ მიწისქვეშეთშია. ჰიუსტონის მიწისქვეშა ქალაქმა ერთ დიდ პრობლემას უპასუხა. სიცხეს, მაგრამ მეორე პრობლემა შექმნა: დატბორვის საშიშროება. ტროპიკული შტორმის ელისონის შემდეგ გვირაბები აბაზანებივით გაივსო წყლით. იგივე დაიმართა შენობების სარდაფებსაც. ზოგმა წყალდამკეტები დააყენა, მაგრამ წყალს კარები ვერ შეაჩერებს. ის თავის გზას მაინც იპოვის. და კიდევ ერთი რამ, ეს გვირაბები ეტლით მოსიარულეებისთვის მიუწვდომელია. ხალხმა ხმა აიმაღლა სამართლიანად, მაგრამ პრობლემა დღემდე სრულად არ არის მოგვარებული. ყველაზე ჭკვიანური სისტემაც კი ვერ უძლებს ბუნებას, თუ ამას უყურადღებობასაც დავუმატებთ. უკვე აღმოაჩინეთ დაკარგული უბნები, დამალული საფლავები და საიდუმლო გვირაბები, მაგრამ ეს მხოლოდ ნახევარია. თუ მოგწონს მიწის ქვეშ მოგზაურობა, დააჭირე ლაიქს და დარჩი ჩვენთან. აი რა გელოდება შემდეგ. ცივიომის ბუნკერები, უზარმაზარი ცისტერნა და ავტოსტრადა მდინარის ქვეშ. 1950-იან 60-იან წლებში ცივიომის დროს ჰიუსტონი ბირთვული იერიშისთვის ემზადებოდა. თავდაცვის ბუნკერები აშენდა ეკლესიების, მოლების, ოფისების ქვეშ და კი ფოლეის მაღაზიაშიც კი. ეს ბუნკერები დაახლოებით 6 მეტრის სიღრმეზე იყო და ივსებოდა საკვებით, წყლით და შიშით. ჰიუსტონ პოსტი ყოველ წელს აქვეყნებდა თავშესაფრების სიას. ხალხი ამას უბრალოდ არ კითხულობდა, არამედ ზეპირად იმახსოვრებდა. დღეს მათი უმეტესობა მიტოვებულია ან დალუქული. მაგრამ კვალი ჯერ კიდევ არსებობს, კიბეებზე და სარდაფებში მიგრული. ისინი მიუთითებენ უსაფრთხოებაზე, რომელიც შესაძლოა აღარ არსებობდეს. წარსული არ გამქრალა. ის მიწის ქვეშ იმალება და ელოდება, როდის გავიხსენებთ მას. ახლა ჩავდივართ რაღაც მართლაც გრანდიოზულში, ჰიუსტონის მიწისქვეშა ტაძარში. 1926 წელს ქალაქმა ააგო ეს გიგანტური ცისტერნა სასმელი წყლის შესანახად. მასში თავსდებოდა დაახლოებით 57 მილიონი ლიტრი წყალი და ის მოიცავდა ნახევარ საფეხბურთო მოედანს. ის ეყრდნობოდა 221 ქვის სვეტს, თითოეული დაახლოებით 7.5 მეტრის სიმაღლის. 80 წლის შემდეგ გაჟონო მისი ვარგისიანობის სტატუსი შეცვალა, მაგრამ მის დანგრევას არავინ აპირებდა და მას ახალი სიცოცხლე მისცეს. დღეს ის ღია საზოგადოებისთვის, ბნელი მღელვარე სივრცე, სავსე ანარეკლით და ეკოებით. ნანგრევები ყოველთვის არ იშლება, ზოგჯერ ისინი ლამაზ ადგილებად გარდაიქმნება. თუ შევალთ ჰიუსტონის ძველ ცისტერნაში, ვნახავთ, რომ ბგერები ფორმას იცვლიან. ერთი სიტყვა იქ 17 წამის განმავლობაში გრძელდება. 221 ქვის სვეტი კი წყლის ზედაპირზე ისე აირეკლება, თითქოს უსასრულო სვეტები ჰაერში ტივტივებს. ზოგი სტუმარი ჩურჩულებს, ზოგი კი დუმს. ზოგიც უბრალოდ დგას და უყურებს. ვერ ხვდება ხელოვნურად შექმნილ სივრცეშია თუ სადღაც კოსმოსში. ეს ქალაქი არა მხოლოდ წყალს, არამედ სივრცესაც სხვანაირად წარმოაჩენს. აქ ქალაქიდან გაუსვლელად შეგიძლია იგრძნო, რომ დედამიწისგან შორს ხარ. ახლა ჩავიდეთ 24 მეტრის სიღრმეზე, სადაც გარემო ჭუჭყიანდება.
ჰიუსტონის ქვეშ 9600 კილომეტრზე უფრო მეტი საკანალიზაციო მილია. ეს არის მანძილი ჰიუსტონიდან არგენტინამდე და უკან. მათგან დაახლოებით ნახევარი 4800 კილომეტრიანი მთავარი საკოლექციო ხაზებია. დანარჩენი კი სახლებსა და ქუჩებს უკავშირდება. ეს უბრალოდ წყლის სადრენაჟემილი არ არის. ეს არის ნარჩენების მიწისქვეშა ავტოსტრადა. 3 გიგანტური გამწმენდი ნაგებობა ყველაფერს ასუფთავებს. Sims Bayou North, Southwest WTP და უზარმაზარი 69 სტრიტი ქარხანა. ერთად ისინი დღეში 1 მილიარდ ლიტრამდე ნარჩენ წყალს ამუშავებენ. ეს დაახლოებით 415 ოლიმპიური აუზის ტოლია. ჰიუსტონში წვიმის წყლის მილები და კანალიზაცია ცალ-ცალკე უნდა იყოს. რუკაზე ასეა, მაგრამ ბუნება ამ რუქებს არ მიხვება. ძლიერი წვიმების დროს წყალი ხვრელებიდან საკანალიზაციო სისტემაში ჟონავს. ამას ინფილტრაცია ჰქვია. უარესი ის არის, რომ უკანონო მილები ზოგჯერ კანალიზაციას წვიმის მილებში უშვებს. შედეგად წარმოიქმნება წვიმის ჩამონადენისა და ნედლი ნარჩენების ქაოტური ნაზავი. ყველა მათგანი ებრძვის დამარხულ მილებში სივრცის მოსაპოვებლად. დაური სისტემა უცებ ერთ დამანგრეվել მდინარედ გადაიქცევა. ინფრასტრუქტურის ყველაზე დიდი მტერი არამხოლოდ ამინდი, არამედ მოკლე გზებია. ჩადი ჰიუსტონის ქვეშ 31 მეტრზე და შეხვდები რაღაცას, რაც ბევრმა ტეხასელმა არც კი იცის. ვაშბერნის გვირაბი. ის გადის გადამზიდავი არხის ქვეშ და აერთებს გალენა პარკსა და პასადენას. ის 1950 წელს აშენდა და დღესაც ფუნქციონირებს უფასოდ. გიგანტური ვენტილატორები შთანთქავენ ნახშირბადის მონოქსიდს, ხოლო ძლიერი ტუმბოები წყალს არ ხშიაბრუნებენ. 2008 წელს, როცა ქარიშხალმა აიგმა გვირაბი დატბორა, მუშებმა სწრაფად შეაკეთეს ის. დღესაც ჩვეულებრივ მუშაობს შეფერხების გარეშე. ყველაზე მტკიცე სტრუქტურები ხშირად შეუმჩნეველია, სანამ მართლაც არ დაგჭირდება. ჰიუსტონის მომავალი შესაძლოა 46 მეტრის სიღრმეზე იყოს. ქარიშხალი ჰარვის შემდეგ ინჟინრებმა დიდი გვირაბების ქსელი შემოიერთეს. 8 უზარმაზარი მილი, რომლებიც იჭერენ წყალს, მანამდე სანამ ის ქუჩებამდე მიაღწევს. ამ ხელა სიღრმეზე გვირაბების ჩაშენება ჰიუსტონის რბილი თიხის ნიადაგში რთულია. შესაძლებელია მიწის შეცვლა, მაგრამ ხარჯი 30 მილიარდ დოლარამდე მიაღწევს. პროექტი ჯერ მხოლოდ გეგმაა, მაგრამ თუ აშენდება, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყალდიდობის კონტროლის სისტემა იქნება.